საქართველოში არსებულ კატეხიზმებში კათოლიციზმი შედარებულია წარმართობასთან. რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულება და როგორია სწორი მიდგომა და დამოკიდებულება ამ სარწმუნოების მატარებელი ადამიანთან. ნებისმიერი სარწმუნოების მატარებელ ადამიანთან უნდა ქონდეს დამოკიდებულება ესეთი. ყველა ადამიანი არის ქრისტეს ხატი. მუსულმანიც რომ იყოს მაინც. რაც შეეხება კათოლიციზმი, რა თქმა უნდა, წარმართობას უსხვა რაღაცაა. კათოლიციზმი არის წვალებლობა, არ არის წარმართობა. რაც შეეხება ის რომ წვალებლობაა, ეს ძალიან კარგად ჩანს მათ სწავლებაში, მათ დოგმატურ სწავლებაშიც, მათ კანონიკურ სწავლებაშიც და მათ ასკეტიკურ სწავლებაშიც. ყველგან არის გადახრა ქრისტიანული სწავლებიდან. და რაც პერიოდულად მახინჯ ფორმებსაც იწვევს. მაგრამ ეს მხოლოდ არ ნიშნავს, რომ კათოლიკე ადამიანს უყურო წარმართსაც კი არ უნდა უყურო რაღაც საშინელებად და მით უმეტეს კათოლიკეს. თუ მომეცემა საშუალება მასთან დიალოგისა, რა თქმა უნდა, მე უნდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, რომ ვიცი რა, მე ვიცი რომ შენ ძველი ეკლესიის წარმომადგენელი ხარ, მაგრამ აი ქრისტიანობა მართლმადიდებლობას, ანუ მე როგორც მართლმადიდებლს, აი ესე ვხედავ და ვთვლი რომ ეს სწორია. შენი პოზიცია დააფიქსირო და ამოწყო და მორჩა. თუ ამის საშუალება მოგეცემა. საზოგადოებრივ ხშირად ხდება, რომ დღესასწაულებზე ოჯახში ეპატიჟებიან ახლობლებს. ნაცნობებს, თანამშრომლებს და ამ შემდეგ. თუ შეიძლება სტუმრობა და მათთან ერთად ამ დღესასწაულის აღნიშვნა. მე ვფიქრობ, ეხლა თუ რელიგიური დატვირთვა არ მივანიჭეთ და ესე იგი არ ესე იგი რელიგიურ მსახურებაში მონაწილე ისე რელიგიური мотивაციით რო იკრებებია, ამან შეიძლება სინდესი დაგემძიმოს. მაგრამ მე მაინც აი ხო ხანდახან ისია ხოლმე რელიგიური და ტრადიციული ეროვნულის გადაჯაჭვული რომ გარჩევა შეუძლებელია რა, კაცმა რო თქვას. ამიტომ შეიძლება გეყოს სიბძნე და თქვა თუ ეს რელიგიურო ეს ტრადიცია და გადაჯაჭვულობა რომელიც სუფრით რაღაცა აანთეს, რაღაცა გაისროლეს, რაღაცა ესე იგი მოკლედ თუ ამ უშუალოდ კულტის მსახურებაში მონაწილეობა არ მიიღე, მე ვფიქრობ პრობლემა არ უნდა იყოს. მაგრამ კულტის მსახურებაში რომ მოგვეც კი მონაწილეობას მიიღე, შენ გინდა არ გინდა მოღალატე აღმოჩნდები საკუთარი რწმენისა, იმიტომ რომ ის არ არის სწორი გზა. მინიმუმ ის მაინც ხო უნდა თქვა, რომ იცი რა, ეს გზა სწორი არ არის. როგორც წესი, აქ ამ მდგომარეობაში ამას ვერ იტყვი. ამიტომ გაერიდო და როგორ გაერიდებ, შენ დიპლომატიის ეს არის. რომ მათთან ურთიერთობა გქონდეს, მაგრამ მათ რელიგიურ მსახურებას მე როგორც ვიცი, უცხოეთში თქვა, როცა მათ რელიგიურ მსახურებას გაერიდები და მათთან ერთად ამავე დროს ადამიანურად ხარ, პრობლემებს ეს არ იწვევს. ეხლა რა შენთან რომ მოვიდეს ვინმე და შენ თქვა არ არის მართლმადიდებელი და სტუმრად ჩამოვიდეს უცხოეთიდან, არა მუსულმანია თქვა. და შენ წახვედი წირვაზე რაღაცა და რა ძალით წაიყვან და ძალით აზიარებ თუ რას იზა ვერ გავიგე და გეწყინება რომ არ წამოვა. არ გეწყინება ხო? ხლა არ არის კაცი და თუ შესაძლებლობა მოგეცემა ამ რელიგიურ თემებზე საუბრისა თუ დაინტერესდება, რა თქმა უნდა, ყველაფერი უთხრა როგორც არის და დანარჩენი მან იცის.